სტუდიაში ჩემთან ერთად არიან ნიკა ალავიძე და რესან ქიქავა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ვასილ რებიშვილი მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა რომ თქვენი შთაბეჭდილებებით მოვისმინოთ, თქვენ ჩემთან ერთად უსმენდით ამ ინტერვიუს და რა მოხდა ყურს ყველაზე მეტად იმ აქცენტებიდან, რა აქცენტებით გაგვიზიარა, ესე ვთქვათ, არვინდ რამაკრიშნანმა. რესან დავიწყებ თქვენგან და შემდგომ სიახე არაფერი არ იყო პრინციპში, ეს ახლა დიდი ინსტიტუცია და ამას რაღაც დრო სჭირდება იმისთვის, რომ დაგვეწიოს, ასე ვთქვათ, დაეწიოს იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით სულ ამ ხნის განმავლობაში და სწორედ ეს არის, ახლა ჯერ კიდევ სრულფასოვნად არ არის და მაინც დიპლომატიური ენა ჭარბობს მის შეფასებებში, სინამდვილეში გაცილებით უფრო რთული არის ვითარება ჩემი შეფასებით და ძალიან სამწუხაროდ ეს ტრენდი, რასაც ჩვენ ხედავთ, ანუ ეს გრძელდება და ეს რა თქმა უნდა აისახება ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება ყველა იმ შეფასებაზე, თქვათ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რომელსაც უბრალოდ ვერ ავწდებით. აქ თავარია ჩვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა მათი შეფასებები, არამედ ის, რასაც ხედავთ რეალურად. ჩვენ და არ უნდა დაველოდოთ იმას, რომ ისინი მოგცემენ რაღაცა ჩამოშლის საბოლოოდ დასტურს, ალბათ რაღაცა პერიოდის დაგვიანებით, ჩვენ სანამ ყველაფერი ჩამოგოშლება და ხელებში დაგვემსხვრევა, მანამდე უნდა შევცვალოთ ეს ვითარება, რომელიც გვაქვს. მადლობა, ნიკა. მადლობა, ვეთანხმები რესან სრულიად. ეს განცხადებები და ეს დასკვები, რაც იყო უბრალოდ ყურში უფრო მეტად მოსახვედრი იყო ის, რომ ცოტა რომ გაბრაზდება ადამიანი, ცოტა ეს ძველ ანეკდოტს გავიხსენებდი სანთელს წამალ მედიკამენტთან დაკავშირებით, დაახლოებით ესეთი ის მოვიდა, რომ ცოტა უკვე ისეთი დიპლომატიური აგრესია იგრძნობოდა უკვე ამ საუბარში, რომელიც ღია გახდებით, თუ კიდევ ერთხელ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, არც ფიჩი, არც მოდისი, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თუმცა ბოლო განცხადებები მათი მხრიდან არაზეპირი წერილობით, რომელიც უფრო ფუნდამენტურია და უფრო ხელმოსაკიდია და გვაძლევს საშუალებას კარგად გააზრების, შეიცავდა უკვე პირდაპირ პოლიტიკურ გზავნილებსაც და ამ ნაწილში არის ზუსტად ის მონაცემები, რომელიც ასეთ ჩვენ საუბრობთ უკვე დიდი ხანია, ეს არ არის რაღაცა წინასწარმეტყველების ნაწილი, არც რაღაც განსაკუთრებული უნარების და თვისებების ქონის საშუალებიდან გამომდინარე, ყავაში კარგად არ ვიხედებით, ეს არის ძალიან ლოგიკური, ძალიან პრიმიტიული, მოდი ასე ვთქვათ, ანალიზის საფუძველი, რომელიც გვაძლევდა იმ საშუალებას, რასაც ჩვენ ვამბობდით და უბრალოდ უფრო ცოტა სხვა და უფრო ძლიერი ინსტიტუციური გადასახედიდან დამტკიცდა, რომ ეს არის ინერციის შედეგი, ეს არის გაუაზრებელი, ბრუტალური, ძალიან მძიმე კორუფციული, კრეპტოკრატიული მიდგომების შედეგი და თუ მე ამ გავაგრძელებ თავის თქმას კედელზე და ინტენსივობას გავსდი, რა თქმა უნდა, ჩემი თავი უფრო მეტად დაზიანდება და მეც უფრო მეტ ფიზიკურ დაზიანებას მივიღებ. რესანის კიდევ ერთხელ გავუსვოდე ხას და ვეთანხმები, რომ ჩვენ არ უნდა ველოდებოდეთ ასეთ განცხადებებს, ამის იქით სხვა განცხადებები, სხვა ქმედებები იქნება და გაუარესება. სრულიად გაუგებარიყო, რისი თქმა უნდა და ეკონომიკის, ეგრეთ წოდებული ეკონომიკის მინისტრს, ანუ ვისაბრალებენ ამაში არაკვალიფიცირებაში, ან მუშაობა მეტი ჭირდება, ვინმე ხელს უშლის ამ ხალხს. ეს უბრალოდ ეს არის თვითდაზიანება გრძელდება, ძალიან მძიმე და ბრუტალურ ფაზაში გადავიდა გუშინდელი დღიდან, სრულიად უკანონო დანაშაული, ანუ ამ ადამიანმა, ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემი შვილის სტოლი არის ზუსტად რაღაცა წკეპლა თავდაცვისთვის შეშინებულმა მოუქნა ვიღაცა გაზულუქებულ მილიციონერს, რომელიც სრულად ეკიპირებულები იყვნენ და მაგის გამო 5 წელს ჯიან და ის რომ ჩემი შვილი ასევე ამ მათე სტოლი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაუსწორდნენ და მის სტოლებს და 400-მდე ადამიანს პირდაპირ რამაც ძალიან მძიმე რეპუტაციული დარტყმა მიაყენა ქვეყანას. ძალიან მძიმე პირდაპირ გაგებით. ზუსტად მაკადრებით დაიკარგა ძალიან დიდი საინვესტიციო გარიგება, რომელშიც უშუალოდ მოვიყავით ჩართული და მტკიცებულებები, ხელშეკრულებების დონეზე შემიძლია წარმოუდგინო, ხო? ეგ საუბარი არ იყო რაღაც პატარა და ჰარალოტიპებზე და ამ საკითხებისთვის არავის სამართლებრივად უბრალოდ განცხადებაც არ გაუკეთებია ამას. და ანუ სად ვართ, რაში ვართ? ვეთანხმებ დავამატებ, ეს არის განწყობა, განწყობას რაც ქმნის ზოგადად ქვეყანაში და როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ,
ხო თითქოს არ არის ესე პირდაპირ თითქოს დაკავშირებული ასეთი უსამართლო. ეს უსამართლობის განცდა იწვევს ზოგადად ისეთ განწყობას, რომელიც ყველაზე დიდად ურტყამს ეკონომიკას და ურტყამს იმ პერსპექტივას, რომელიც აქვს ქვეყანას, იმიტომ რომ ამ განწყობას, ეს განწყობა გადის მერე ქვეყნის გარეთაც, ბუნებრივია ქვეყანასაც ცილდება და ყველას უჩნდება ის რაღაც დამოკიდებულება ასეთი ტიპის ქვეყნის მიმართ და მისი მომავლის მიმართ, რაც არის ჩვენთვის უაღრესად ნეგატიური და მე აღარ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი რაც ხდება ჩვენს თავს. კი, სხვათა შორის ეგ ხაზი და უერთდების სულისკვეთებასაც ასე. ეგ ხაზი არვინ დრამაკნიშნანსაც დაჭერილი აქვს, როცა ამბობს, რომ ესე ვთქვათ, შეიძლება მექანიკურად რიცხვები უშუალოდ პირდაპირ მიზეშედეგობრივად არ გაჩვენებდნენ ტენდენციას, მაგრამ ტენდენცია მაინც ხელშესახები იყოს კონტექსტიდან გამომდინარე. ხო, ზუსტად ეგ არის, რაც თქვა რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებით და ესე ვთქვათ, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების და რაც თქვენ ახსენეთ, ინვესტორების სენტიმენტების გაფუჭებით პირდაპირ ვთქვათ ამ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რაც უდავოდ ძალიან სამწუხაროა. ვასილ რევიშვილიც პირდაპირ ხაზე ყავს. ვასილ, მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენც მინდა რომ მოკლედ შესავლის სახით შემიჯამოთ, ესე ვთქვათ, ის მთავარი გზავნილები, რაც მოისმინეთ ამ ინტერვიუდან და ესე ვთქვათ, ვიცი რომ თქვენ ანუ ამ შემთხვევაში Fitch Ratings-ის შემთხვევაში ჩვენ არ ვაკვირდებით, ესე ვთქვათ, უბრალოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის განცხადებას, ხო, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოა, რაც პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ მაგალითად გაძვირდება თუ არა ფული, ვთქვათ, საქართველოსთვის, ვთქვათ, ინვესტორების აპეტიტი საქართველოსთან მიმართებით როგორი იქნება მომავალში და ასე შემდეგ. ხო, ეს არ არის პოლიტიკის გუზა, ეს მათ შორის არის პირდაპირ ფულის გუზაც ქვეყნისთვის, ხო? კი ბატონო, ნუ პირველ რიგში ნახეთ ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, პოლიტიკა განაპირობებს ეკონომიკას ყველა ქვეყანაში და ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო მტკივნეულად, ხო? შეიძლება არაპირდაპირი კავშირია, მაგრამ კავშირი ციფრებშიც კი ჩანს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამი იყო, რომ ციფრებში არ ჩანს შეიძლება ეს ციფრები, ან შეიძლება ისე მწვავედ არ ჩანდეს, მაგრამ თუ დავაკვირდებით მხოლოდ ციფრებს, თქვენ ახსენეთ რეზერვები, ახსენეთ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და მე ერთსაც დავამატებდი, ვთქვათ, სტრუქტურა მთლიანი შიდა პროდუქტის შეიცვალა, ხო? ანუ თუ ვთქვათ, პირობითად წერენ, ну, კარგი, ამას თავი დავანებოთ, ვთქვათ, რა ციფრი წერება, ეს კიდე ცალკე საკითხია ციფრების სიზუსტე, ხო? მაგრამ თუ 2023 წელს დაიყო განპირობებული ინვესტიციებით, ანუ შიდა ინვესტიციებით და გარკვეულწილად ექსპორტ-იმპორტის ნეტბალანსის გაუმჯობესებით 2024 წელს რო შევხედოთ, ერთ-ერთი მამოძრავებელი ზრდის არის მთავრობის და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხარჯვა, ხო? რაც იმ ჩამოთვლილთან ერთად კიდევ ერთხელ ვთქვათ, ციფრებში გამოსახავს იმას, რაც ხდება, ხო? იმისთვის რომ რაღაც window dressing-ი გაკეთდეს და გამოჩნდეს, რომ თითქოს იზრდება კლიანტში და პროდუქტი, ხდება მნიშვნელოვანი ხარჯვები, ხო? ზოგიერთი მათგანი კარგია, ინფრასტრუქტურული ხარჯვები, მაგრამ ხარისხით ავწევი. ხო, აი ეგ საინტერესო აქცენტია იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ, ერთადერთი, ესე ვთქვათ, მკაფიოდ და გამართულად დადებითი შეფასება, რაც მოვისმინე ამ ინტერვიუში, ეს არის სწორედ ფისკალურ დისციპლინასთან დაკავშირებული, ესე ვთქვათ, განმარტება. მაშინ, როდესაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მათ შორის ამ სტუდიაშიც, რომ ვთქვათ, გადასახადებიც უკვე იძლევა რაღაც გარკვეულ სიგნალს იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული რუსული ბუსტერის ინერცია შეიძლება ნელ-ნელა, ესე ვთქვათ, ხო, ანუ განლევის რეჟიმში გადადიოდეს და ვთქვათ, ეს ფორა იკარგებოდეს, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიცემული ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხო? აი, რა ქმნის აი ამ მკაფიოდ გამართულ დადებით შთაბეჭდილებას, ვასილ? ნუ ციფრები გარკვეულწილად, ხო, ანუ გადასახადები შემოდის მიუხედავად იმისა, რომ თქვა სიტუაცია ასეთია, ვერ ვიტყვით, რომ ეკონომიკა გაჩერებულია, პირობითად ეკონომიკა მუშაობს, ვინაიდან ეკონომიკა არ არის ასე ვთქვათ, დავიძინე, გავიღვიძე და კრიზისში აღმოჩნდი, ინერცია დიდი ხანი გრძელდება, ბიზნესები ჯერ კიდევ ალბათ თუ კარგად ვთქვათ მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ხო, 2024 წელს შიდა ინვესტიციები, ვთქვათ, რაც შეადგენს იმაშობას, ხო, არ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ
მხოლოდ მოკლევადიანი ვთქვათ, დაბანდებასაც არ დავარქვა, შეიძლება მარაგების მატება იყოს, ვთქვათ, რაღაც რასაც აკეთებს ბიზნესი, ხო? ანუ გრძელვადიანი გეგმები და გრძელვადიანი ინვესტიციები შეჩერდა. შესაბამისად, უკვე ვთქვათ, 1 წელიწადში, 2 წელიწადში თუ ასე გაგრძელდა, ხო? გარდაუვალია, რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ ზრდა ვერ შენარჩუნდა. მადლობა ვასილ მოგიბრუნდებით. ნიკა თქვენთან წამოვალ, ასე ვთქვათ, ვასილის ასე ვთქვათ, მსჯელობის ხაზი რომ გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ არვინ რამაკრიშნანი ამ ინტერვიუში სულ ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მაღალია, ასევე სულ ამბობს კიდევ ერთ ფრაზას, რაც ჩემს კურსს ნამდვილად მოხვდა, რომ თუ დავრწმუნდებით, რომ ეკონომიკური მედეგობა შენარჩუნებულია ქვეყანაში გრძელვადაში, მიუხედავად აი ამ შიდა პოლიტიკური ვითარებისა, ხო? ანუ ამ დარწმუნებაზეც მათ შორის გადის საბოლოო ჯამში ის, რომ პერსპექტივა დღეს ქვეყანას ამ რეიტინგის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რეიტინგი 2B რეიტინგია, რაც მოდი ვთქვათ, რომ საინვესტიციო რეიტინგი არ არის, მოდი ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში საქართველოს ამ რეიტინგზე არის გაყინული და სანამ ესე ვთქვათ, კურსის რადიკალური ცვლილება მოხდებოდა, ყველას ჰქონდა იმის იმედი, რომ შესაძლებელი იყო, ესე ვთქვათ, იმ ორი ნოჩით, ესე ვთქვათ, აცოცება ამ რეიტინგზე. ხო, ეს იყო გლობალურადაც და ადგილობრივადაც ეს იყო შეფასებები და ამის ნაცვლად დღეს ჩვენ გვაქვს რეიტინგი, რომელიც არის ნეგატიური და რომელიც თავად ფიჩის შეფასებით ბოლო პერიოდში, ძალიან მოკლე პერიოდში ჩამოვიდა პოზიტიურიდან ნეგატიურამდე, ხო? კი, ზუსტად ეგ არის და ვეთანხმები სრულიად ასოს. პირველ რიგში ეს რომ ეკონომიკა საკმაოდ მძიმე ცხოველია, კარგი გაგებით ვთქვათ, გარხდება წამიერი და წუთიერი გადაწყვეტილებები, ციფრების მანიპულირების ყველაზე ნათელი მაგალითი, რაც ყველა მხატვრული კინემატოგრაფიითანაც კი გაიგო ადამიანებმა, ყველაზე მთავარი ეს უძრავი ქონების საპრინც ბუშტის კრიზისი იყო 2008 წლის ამერიკის, რომელიც ვიცით, ციფრები იყო იდეალური იქ და ეს ციფრები 2008 წელს არ გასკდა უცბად. ის დაიწყო ბოლო 5 წლის განმავლობაში სისტემურმა გახარბებულმა საინვესტიციო შესაძლებლობებმა და ადამიანმა სიხარბე მიიყვანა იქამდე და იგივე რაღაცა კორუფცია, თუმცა არა სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ უფრო კორპორატიულ დონეზე. რასთან ჩვენ ახლა გვაქვს საქმე, გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ცოტას ვიდავედი ისე მაგნაწილში, იმიტომ რომ მაშინ იყო ხო გახსოვთ ეს ეს ნუ იქაც რაღაც ახალი გარდამავალი პერიოდები იყო, რაღაც ახალი. კი, აუცილებლად და ეს ხელმისაწვდომობა და რაღაცა ბუტაფორიის შექმნა. ჩვენ ზუსტად ამ ბუტაფორიაში ვართ. ობიექტურად რომ მივიჯეროთ, რაზე დგას ჩვენი ეკონომიკა, თუნდაც ეს ფისკალური დისციპლინა. პირველ რიგში ეს მოლოდინი რომ ჩვენ რეიტინგს რომ მივუბრუნდეთ, რაც თქვით, დიდი ხანი ვიყავით ამ ჯანკ პოზიციაზე, რომელიც იყო გარდამტეხი, გარდამავალი ეტაპი. აი, ის რაღაც წერტილია, რომელიც იქითაც მიდის რაღაცა სიკეთისკენ, რომელიც აქეთაც პირდაპირ ბრუნდები იქ, სადაც იყავი მუბედურებაში. კახა ბენდუქიძის ცნობილ ესეს რო და მოკლე ჩანს რო დავესესხოთ, როცა სიცივეში, ფუნაში ხარ, დიდი ხანი ჩავარდნილი, ამოსვარგენ. ეს მომენტი იყო, როცა ამოვედით ჩვენ იმ ფუნიდან, ვიგზენით ის სიცივე, მაგრამ მივხვდით, რომ ეს იყო ის დისკომფორტი, რომელთაც დიდი კომფორტისკენ მივდიოდით. მაგრამ არანაირი რეფორმა აბსოლუტურად არაფერი ამ ახალ პერიოდში არ განხორციელებულა, ეს იყო ინერცია, იგივე ფისკალურ ნაწილშიც. თუ კი რამე რეფორმა იყო, რაზეც რადიკალურად შეიცვალა, რაღაც 18-20 წლის წინ ეს კულტურა ფისკალური დისციპლინასთან გადასახადების გადახდის გაუმჯობესება ამ ნაწილში არ მოხდა არა ჩვენთან. არანაირი ისეთი ინსტიტუციური, სისტემური ნაბიჯები, გარდა იმ პოლიტიკური დამაზიანებელი განცხადებების, რომელიც პარალელურად შეიძლებოდა წასულიყო, რომელსაც შეიძლებოდა მაინც რაღაცა ნაწილში გადაეფარა მცირედით გაენეიტრალებია ეს ნეგატიური ზემოქმედება, რომ ეკონომიკა რაღაცაზე დგას, არ არის მთლიანად ხარჯვაზე და მოხმარებაზე დამოკიდებული და დაფუძნებული ამ ბიუჯეტის. იმიტომ რეალურად ბიუჯეტიც გაიზარდა და გაიზარდა მოპარვის შესაძლებლობები ძალიან ვიწრო ჯგუფისგან და რეალურად ისევ და ისევ ეს ერთი მკვდარი წრე ატრიალებს ყველაფერს და კიდევ დაუწყვნეთ იმაში, რომ ეს ქვეყანა, ეს ეკონომიკა არის მაინც და მაინც არ გამდიდრებული, თუმცა ძალიან მდიდარი მთავრობის ხელში, რომელიც ძალიან ბევრ არასერიოზულ, არასაქმიან, არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებას იღებს, რაც უკვე უშუალოდ აგერ გახსნილათაც გესაუბრება საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები. კიდევ ერთხელ, ეს სარეიტინგო ორგანიზაციები საუბრობენ არა ჩვენთვის, რომ ეს ჩვენ გაგვჭირდება მათი თქმა, რომ აქაც
ქუჩაში რა ხდება და ვაკვირდებით რაც არის, ეს უკვე კარგად ვიცით, ხო? ესენი ესაუბრებიან იმ ადამიანებს, იმ ინსტიტუციებს, იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, ვინც უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყანაში ღირს თუ არა ფულის ჩადება და ჩადონ თუ არა ფული. მათ არ ადარდებთ ნიკას გალახავს ვიღაცა მილიციელი თუ რაღაცა გაზიან წყალს და გაზიან იმას შეგვასხავს აგერ ეს არის მე და თქვენ მათ ეს არ ადარდებთ დიდად კი ადარდებთ იმათ ეკოსისტემა სად არის ეს ყველაფერი როგორ არის მოწყობილი მართლობა და როგორ არის ეკონომიკური რეფორმები დალაგებული და განსაზღვრული და როგორ ფუნქციონირებს ციფრების კითხვა იციან კარგად და უკვე ამ ციფრებშიც ძალიან ბევრი გეპია ძალიან ბევრი უკვე ვერ დამალვადი, ვერ შეფუთვადი მაჩვენებელი გამოვიდა უკვე სააშკარაოს. კი, ვიცი რომ ვასილ რევიშვილი რამდენჯერმე დაგეთანხმათ თქვენი საუბრის განმავლობაში ამიტომ მასთან გადავალ და მიცემ შესაძლებლობას რომ დაგვიბრუნოს ესე ვთქვათ უკავშირი. გისმენთ? რასთან დაკავშირებით? ანუ იმასთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობდით, ხო? ანუ ნიკა რამდენიმე რაღაცას შეეხო და მათ შორის შეეხო, ესე ვთქვათ, იმასაც, რომ რეალურად ეს უკვე რაღაცა მართლობის ხარისხის გაუარესებაშიც გადადის და ამაზე უდიდესი აქცენტი აქვს გაკეთებული, ესე ვთქვათ, მათ შორის Fitch Ratings-საც, ხო? როდესაც ამბობს, რომ აი ეს პოლარიზება ეს შეგნებული ფრაგმენტაცია საზოგადოების და ვერ შეთანხმება მთავარ ღუზაზე, რაც მათ შორის ღუზა იყო, ესე ვთქვათ, Fitch Ratings-ისთვისაც და ეს არის საქართველოს მკაფიო და არჩეული ევროატლანტიკური კურსი, ანუ ეს ყველაფერი უკვე გავლენას ახდენს ისეთი ტიპის ნეგატიურ სენსიტივობებზე, რომლებიც შესაძლოა ახლა რაღაც პირდაპირ გავლენას არ ახდენდეს, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოახდენს და ეს ამიტომ რეიტინგის ნაწილია. არა, ხო, რა თქმა უნდა და დავამატებ. ახლაც ახდენს პირდაპირ გავლენას, ხო? თუნდაც ის რომ თქვათ რამდენჯერ ვახსენეთ, გაყინული ვართ ამ junk rating-ზე, ამის ბრალია მხოლოდ ხო ჩვენი მთავრობის თუ ქართული ოცნების ასე ვთქვათ არჩევნების, ხო? ეგ ერთი, მეორე თუ შევხედათ მე წმინდა ციფრებით ვიმსჯელო double B rating-ისთვისაც უკვე როგორ არის ითახა რომ შევადაროთ სპრედი პირობითად რამდენად ივაჭრება ქართული ევრობონდი რომელიც პრინციპში რისკებს კარგად ასახავს ხო double B rating-საც არ შეესაბამება ხო უფრო მაღალი სპრედი ანუ უფრო იაფია ბონდი ვიდრე double B ბონდი უნდა იყოს ხო კლავ ციფრები რო გადავთავაზოთ რაც ნიშნავს ეს რომ რეალურად ინვესტორებისთვის ის სიტყვები, რასაც Fitch-ი ამბობს, იმის მაჩვენებელია, რომ სიტუაცია უარესდება. Double B სტაბილური არ არის, double B მნიშვნელოვნად ნეგატიური, ასე ვთქვათ, მოლოდინებია. ეგ ერთი და მესამე, ხო, მოლოდინები, რაც უბრალოდ მოლოდინების პროგნოზირების შეუძლებლობა, ხო, მართლობა ახსენებ თქვენ. დიახ, სწორედ მართლობის, ასე ვთქვათ, გადაცდომების თუ შეცდომების თუ არცოდნის თუ შეგნებული ბოროტების გამო ხდება ის რომ პირობითად უცხოელი ინვესტორი ან გინდათ ადგილობრივი ინვესტორი მანამდე ახსენე რომ ინვესტიციები არ ხორციელდება არანაირი პროგნოზირებადობა ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე პირობითად ხელისუფლებაში მყოფი ძალების არ აქვს ხო ხვალ შეიძლება მოვიდეს კანონი რომელიც მოითხოვს ნაციონალიზაციას რაღაც კერძო ბიზნესის ქონებას, ხო? პირობითად იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ შორსაც არ აქვს. ხო, შესაბამისად, არა პროგნოზირებადობა, მოლოდინები უარყოფითი და პლუს, რა თქმა უნდა, ციფრები უკვე როგორც გითხარით, არ არის ისეთი კარგი და ბევრი უკვე ხდება კიდეც რომ ციფრები რეალური არ არის, კარგი შესაძლებელია თქვა Fitch-ის შეფასებას ზრდის, რომელიც 5.4%-ი და IMF-ის, რომელიც 7.2-ია, რომელიც თქვა, აი ხელისუფლების, ასე თქვა, შეფასებასთან ახლოსაა 7.3-იან თქვა. ანუ 2%-იანი აცდენა გვაქვს ანუ 6 თვიან პერიოდზე, ხო? 6 თვე დაახლოებით წელიწადის ბოლოს და 2%-იანი აცდენა უზარმაზარია. ხო, ანუ რეალურად ციფრებთან ხელმისაწვდომობა ან ციფრების რეალურობა და სინამდვილე უკვე აღარავის აღარ ჯერა. ეს არის პრობლემა.
კი, ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხებისთვის, დაგემშვიდობებით და მივცემ ახლა შესაძლებლობას სტუდიაში სტუმრებს, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. რესან ევრობონდი ახსენა, ესე ვთქვათ, ვასილმა და რეალურად, ესე ვთქვათ, ყველაზე, ესე ვთქვათ, ცალი არგუმენტი, რაც მოვისმინეთ, რატომ შეიძლება, რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნების მთავრობას აინტერესებდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, მათ შორის არის თუ კი ის გადაწყვეტს, რომ ამ ევრობონდის რეფინანსირება მოახდინოს, ხო, ნიკა, რესან ორივეს გეკითხებით. ანუ როგორ ფიქრობთ, აი რატომ არ ითხოვს ქართული ოცნების მთავრობა დღეს ამ პროგრამას? გამიჭირდება მაგის კომენტარის გაკეთება, რატო არ ითხოვს თქვათ ზოგადი რაღაცნაირ პოზაში დგომა ქვია, ამას რაღაც პოზიორობა ქვია თუ რაღაც აი მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რომ თითქოს პირველი ნაბიჯიდან გადაიდგას თუ რა. რაღაცა აი ყოველ შემთხვევაში ეს ვერ მოხდება. ხო, ნებისმიერი ინსტიტუცია, საერთაშორისო ინსტიტუცია არ არის თავსებადი ასეთი ტიპის მმართველობასთან და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევს ამ ჯახს, ასე ვთქვათ. და რაც რა თქმა უნდა ქვეყნისთვის არის ძალიან დამაზიანებელი, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ ერთი ხელით აშენებდე ავტორიტარიზმს და ვთქვათ ყველა ინსტიტუტის უზურპაციას ახდენდე ძალაუფლების და ვთქვათ კონსტიტუციიდან იყო გასული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იყო სანქცირებული და ნუ რაც ფაქტია, ხო, ის ხო არ არის რაღაც შეფასება, ხო, ეს არის ფაქტი უმძიმესი ფაქტი, რომელიც არ არის თავსებადი არც ერთ საერთაშორისო რაღაც სტანდარტთან. ჩვენთან თავსებადი ახლა სტანდარტების თვალსაზრისით ეს არის აღმოსავლური სამყარო, რუსული სამყარო შეიძლება დავარქვათ, ხო, უფრო მეტად, ასევე ავტორიტარული რეჟიმები, ოღონდ არა ის რეჟიმები, რომელზეც გვესაუბრებიან, რომ თითქოს მათთანაც ახლოს ვიქნებთ, მათთანაც ახლოს ვერ ვიქნებთ. ეს არის უფრო აი ისევ რუსეთი და არ ვიცი, კორეა შეიძლება იყოს თუ რაღაც აი მსგავსი ტიპის ქვეყნები, სადაც კულტურული და შინაარსობრივი სამწუხაროდ თავსებადობა გაგვიჩნდა ბოლო პერიოდში. ანუ ჩვენ ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში დღეს. დაუჯერებელიც არის ჩემთვის ახლა ამაზე რომ ვსაუბრობ. დასავლეთთან, ანუ ყველა ცივილურ ქვეყანასთან ჩვენ ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში და გვაქვს თბილი ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, თავარი ქვეყნის ჩათვლით, მათ შორის რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და მტერი სახელმწიფო, ამათთან გვაქვს თბილი ურთიერთობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დასავლური ინსტიტუციასთან თქვათ ურთიერთობა, რაღაცა მათთან რაღაც დიალოგი იქნება თუ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ეს არის უკვე არაბუნებრივიც არის, ანუ რაღაც უცნაური არის, იმიტომ რომ ეს თავსებადობა საერთოდ მოშლილია თავიდან ბოლომდე. ნუ ერთადერთი თუ არ ჩავთვლით, რომ რაღაც შეიძლება მთელი მთავრობა ჩავიდეს იტალიაში და გახსნან 2 წლის წინ გახსნილი საკონსულო, თქვათ. ან რაღაცა იმ მსგავსი ტიპის შოუს თუ არ წარმოვიდგენ, ანუ რეალურად სამწუხაროდ ეს არის გარემო შექმნილი, რომელშიც არაფერი პოზიტიური, არაფერი ცივილური და რამე აი რაღაცა კარგის მანიშნებელი ბოლო პერიოდში ჩვენ ამას საერთოდ ვერ ხედავთ და ეს ნეგატიური პერსპექტივა ზუსტად მე მგონი თვითონ ეს სიტყვები ძალიან კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ. შეჯამება მინდა ცოტა სხვანაირი და შეჯამება მინდა აი კონკრეტული მაგალითით, რომლის შესახებაც გუშინ გავიგეთ, აი სხვა თანაბარ პირობებში, აი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ისევ თავის კურსზე დგას და ესე ვთქვათ, რაღაც სირთულეებით, მაგრამ აი ამ ძალიან დიდი გახსნილი ფანჯრის გათვალისწინებით წინ მიიწევს. NVIDIA-ს ექნებოდა თუ არა არჩევანი სომხეთსა და საქართველოში. კი, ეს არჩევანი იყო, ეს არის რეალური, ამ არჩევანზე ციდან მოწონას აღვაქვს, ამ უშუალოდ მიწერ-მოწერაში მე ვიყავი ჩართული და მქონდა პირადად ამისი ბედნიერება და მაგის გარდაც კიდევ რაღაცა მე უშუალოდ მე კი არ გავაკეთე ის ხალხი, ვინც კვალიფიციური და კიდევ არიან ამ სამსახურებში, ოღონდ ძალიან დაბლა და ძალიან არიან უკვე მსხვერპლი, აი მართლა არაკომპეტენტური ლიდერშიპის ქვეშ და მიკოს კიდევ რაღაცები ჩერდება. იქ ბევრი რაღაცა მოხდა, ამაზე იყო გახსნილი, ეს არ არის გუშინდელი საუბარი, ჩვენ გვხსმენია, რომ კარგი დიასპორა, პირველ რიგში უროცავ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს და ბატონ სომხეთის პრეზიდენტს ბატონ ნიკოლს ამ დიდ წარმატებას, რომელიც არის ძალიან კონკრეტული, გრძელვადიანი, გეგმაზომიერი საქმიანობის შედეგი.
რომელიც რა თქმა უნდა რეგიონში მარტივად რომ გითხრათ, სომხეთში ინტერნეტი ხდება საქართველოს გავლით. საქართველოს გავლით ხდებოდა აქამდეც, მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ და იმ ძალიან მძიმე კორუფციულმა გარიგებამ საქართველოს დააკარგინა ეს ინტერნეტის წყარო, რომელიც ახლა ხდება ისევ ჩვენი გავლით, უბრალოდ ჩვენ ვიყავთ ფიზიკური გამტაროთ. არანაირი კავშირი და ურთიერთობა ამ წყაროსთან ჩვენ არ გვაქვს. ერთ-ერთი მარტივი მიზეზი. ამიტომ კი შეიძლებოდა იგივე თვით მარქვიას თქვათ მინისტრები და ასე შემდეგ ასაც საუბრობენ და საყოდურს გვეუბნევიან დანარჩენ მოკვდავ ადამიანებს ამ ქვეყანაში, მათ საქმეს ისინი ვერ აკეთებენ. ერთია რომ არ აქვთ მათ ამისი პოლიტიკური, უკვე არანაირი მორალური საზირკველი საფუძველი აღარ გააჩნიათ ამ ინსტიტუტებს მუშაობის და შესაბამისად NVIDIA არ არის ერთი კონკრეტული CEO-ს კომპანია, რომელსაც გემის კაპიტანი ითხოვს და იქით მიცურავს. ეს არის დიდი ბევრი ინვესტორისგან შემდგარი კომპანია, რომელიც ვალდებულია მისი გადაწყვეტილებები კი დააფუძნოს ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომ გარემოში შედის, რომ რა გარემოში უნდა იმოქმედოს, რა ლეგალური, რა ადამიანის უფლებების დამცვა და ასე შემდეგ გრძელი პროცესებია. უღრმესი მადლობა. მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. ვასილ რევიშვილი, ნიკა ალავიძე, რესან ქიქავა საუბრობდნენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მადლობა მათ.